ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 35 დღეა დარჩენილი. უკვე ცნობილია, რომ კენჭისყრაში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან რეგისტრაციის ვადა 4 სექტემბრამდეა. პარტიები ამ მომრჩევლებს პრიორიტეტებს აცნობენ და საუბრობენ დებატების გამართვაზეც. მაგალითად, მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია მზად არის ოპონირება ნებისმიერ კანდიდატს გაუწიოს. გახარია საქართველოსათვის და ლელო კი მიიჩნევენ, რომ მათი საერთო კანდიდატის ირაკლი კუპრაძის საპირწონე მხოლოდ კახა კალაძეა და დებატები სწორედ მასთან უნდა გაიმართოს. რა პრიორიტეტები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს წინა საარჩევნო დამას ხატია ჯამალაშვილი მოგიყვებათ. ჩვენ გვინდა ცათამბჯენები ხრუშოვკების ნაცვლად და ჩვენ გვინდა მეტრო ტრამვაის ნაცვლად. სწორედ ამ ორდაპირებას გამოყოფს იაგო ხვიჩია პარტია გირჩის საარჩევნო პროგრამიდან, რომელიც მერობის კანდიდატის მოსაზრებით დედაქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს. პარტიის გეგმები უფრო შორსაც მიდის და საარჩევნო პროგრამაში თბილისის ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცენტრად ქცევაზეც არის ჩანაწერი. როგორ უნდა იქცეს თბილისი ეკონომიკურ ცენტრად, ამ საკითხზე პარტია საარჩევნო დებატებში გეგმავს საუბარს. იაგო ხვიჩია მზად არის დებატებში ოპონირება ნებისმიერ კონკურენტს გაუწიოს და დედაქალაქის განვითარებაზე მწვავე დისკუსია გამართოს. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცხადია დამოკიდებულება და განსხვავება იმისგან, რა ჩვენ გვინდა და რა უნდა სხვა პარტიებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ადგილისგან რაღაცა კავკასიური სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ აქ იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი, სადაც ადამიანებს გადაადგილება არ უჭირთ არც ფეხით, არც მანქანით, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა აგებულია მანქანის მძღოლებთან ბრძოლაზე. და ჩვენ ეს ძალიან არ მოგწონს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქში გადაადგილება მანქანით იყოს შესაძლებელი, რა თქმა უნდა ფეხითაც. და ამიტომ გვჭირდება ახალი მეტროსადგურების დამატება და არა ტრამვაი, რომელიც უკვე არსებულ გზებს იკავებს და კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. პოლიტიკური დებატებისთვის მზად არიან პარტიაში გახარია საქართველოსთვის, სადაც მიაჩნიათ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მათი წარმომადგენელი ქართული ოცნების კანდიდატს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. გახარიას პარტიის წევრის თამარ კეკენაძის თქმით, მათი პროგრამა ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი პოლიტიკურ მიმართულებას ეთმობა, მეორე კი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარტიის ყველა კანდიდატი უკვე ცნობილი იქნება და საარჩევნო კამპანიაც სრულად ამოქმედდება. ქართული ოცნების ყოფილ ამომრჩეველს ან ამომრჩეველს, რომელიც მიხვდა, რომ ქართული ოცნება მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ატყუებდა, ვესაუბრებით ქართული ოცნების იმ რეალურ სახეზე, რადაც იქცა ქართული ოცნება, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენ ეს არ გვავიწყდება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ყველგან სოფლებს და თუ დავებში აქვს ყოფითი ძალიან მძიმე პრობლემები, იქნება ეს ეკონომიკური პრობლემები, იქნება ეს პრობლემები, რაც მუნიციპალურ დონეზე ვერ შეძლო, რომ ქართულ ოცნება მოეგვარებინა. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები და ჩვენი ხედვა თუ როგორ მოვაგვაროთ როგორც მუნიციპალური პრობლემები, ასევე პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. მერობის კანდიდატის საერთო ჰყავთ, თუმცა დებატებთან დაკავშირებით ხედვები განსხვავებული. გახარიას პარტიისგან განსხვავებით ლელოში ფიქრობენ, რომ მათი პარტიების საერთო კანდიდატის ირაკლი კუპრაძის საპირწონე კანდიდატი მხოლოდ თბილისის მოქმედი მერია და დებატებიც მასთან უნდა გაიმართოს. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას და ხედვას, ლელოში რამდენიმე ძირითად მიმართულებას ასახელებენ, რომელთა შორის აქტუალობას არ კარგავს თბილისის დაბრუნების აუცილებლობა, ასევე უსაფრთხო გარემო დასაქმების პერსპექტივა და შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. დავიბრუნოთ თბილისი, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის სხვა სოფლები, სხვა ქალაქები და სხვა სივრცეები, უნდა გამდევნოთ ნარკოპანდემია, უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო ეკოლოგიური კუთხით, თუ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების კუთხით, უნდა მოვუაროთ მიუსაფარ ცხოველებს და უნდა შევქმნათ ისეთი სივრცე, რომელშიც არის დასაქმების პერსპექტივა და ჯანმრთელი დაცული არსებობის პერსპექტივა. პარტია ქართულ ოცნებაში მათ მიერ დასახელებული კანდიდატი მოქმედი მერი კახი კალაძე უკონკურენტოდ მიაჩნიათ. მართველ გუნდში ამბობენ, რომ ქალაქის განვითარების პროგრამის გასაგრძელებლად კალაძის არჩევა უალტერნატივოა. მართველი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტის დიდი უპირატესობით მოგებას გეგმავს. ჩვენი სამომავლო გეგმები, რის გაკეთებას ვაპირებთ წინა საარჩევნო კამპანიის დროს, ნაწილი გავამჟღავნებთ, ნაწილსაც გავამჟღავნებთ. და ეს იქნება ძალიან დიდი პროექტები, როგორც ურბანული მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. და ისევ იმეორებ, ეს ჩვენი მაჩვენებლები არ არის, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ორგანოების მაჩვენებლები. და ზრდაც პროგნოზირებულია ძალიან დიდი. ამიტომ უნდა დაგვიჭირო მხარი, რომ ეს შენება
ამ შვიდობიან პერიოდში გავაგზავნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს იმისთვის კი არ ეცლება, რომ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა განავითაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თანხები და ხარჯი გვექნება საფორტიფიკაციო ნაგებობებისათვის ომში. რაც არის ყოველად დაუშვებელი და ვიდრე ვარ ჩვენ ხელისუფლებაში, მას არასდროს არ დაუშვებთ. თვითმმართველობის არჩევნებამდე 35 დღე დარჩა. ამ დროისთვის ცესკოს საიტზე 14 პარტია არის რეგისტრირებული. პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი მერობის კანდიდატის წარსადგენად ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ, რის შემდეგაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი დაიწყება. ამ დროისთვის თბილისის მერობის 3 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. ქართული ოცნების ნომრის ქვეშ კახი კალაძე იბრძოლებს, ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის პარტიების სახელით ირაკლი კუპრაძე იყრისკენს. პარტია გირსკი თბილისში იაგო ხვიჩია წარმოადგენს.